ბოლო დროს ყველაფერი გაღიზიანებს. ამ დროს ნერვული სისტემა დახმარებას ითხოვს. როდესაც ადამიანს მცირე რამეც კი უშლის ნერვებს, ლოდინი, ხმის ტონი, ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხი. ეს ნიშნავს, რომ ნერვული სისტემა გადაღლილია. ეს არ არის უბრალოდ ცუდი ხასიათი. ეს ბიოლოგიური ცვლილებაა ტვინში და ნერვულ სისტემაში. შეიძლება თან ახლდეს დაძაბულობა კისერსა და შუბლში, შფოთვა და გაღიზიანება, დაღლილობა გულყრან, ტკივილისკენ მიდრეკილება, დაძინების სირთულე ან ზედმეტი დაძინება. შინაგანი უსიამოვნო ფორიაქი თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ქრონიკული სტრესისგან, გადაღლილობისგან, უძილობისგან, გადატანილი ვირუსის ან ინფექციის შემდეგ, შფოთვითი აშლილობის ფონზე და ჰორმონული დისბალანსისას. მაგალითად მენოპაუზა, რას უნდა მოვერიდოთ, დიდი რაოდენობით კოფეინი ან ენერგეტიკული სასმელები, უძილობა და ღამით მუშაობა, ქრონიკული შფოთვის იგნორირება, შიმშილი ან მკაცრი დიეტა. ნერვული სისტემა ენდოკრინულ სისტემასთანაც არის კავშირში. მუდმივად დაძაბული სოციალური გარემო, კამათი და ნეგატივი. მკურნალობა პირველ რიგში ნევროლოგთან და ასევე ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია. ყოველ დღე 20 წუთი მაინც სეირნობა. ღამის 7-8 საათიანი ძილი და ასევე სუნთქვითი ვარჯიშები.